მოგესალმებით, ჯერფასო მეგობრებო. დილის ყავა და რჩევა ტაროს, დღის რჩევა. თქვენი არ ვიცი, მე ძალიან მარგია დღის რჩევას, როცა ვითვალისწინებ სხვათა შორის. ამ ბოლო დროს იმდენი ადამიანი მწერს სასიყვარულო მაგიაზე, ლამის მაცთუნოთ. წელს სხვათა შორის ძალიან მაგმხრივ რთული პერიოდი მაქვს, იმიტომ რომ შეიძლება გადაუხვიო რელსებიდან. ხო და ეტყობა ეს ხალხი, არ ვიცი რა ხდება, რა არის. სულ ყველა ვინც მოდის, აი ჯადოს აკეთებ სასიყვარულო კონტაქტზე გამოყვანას და ერთს ვუთხარ, ხა ჯადოს არ ვაკეთებ, კონტაქტზე გამოყვანა. უბრალოდ კონტაქტზე გამოყვანა. ხო და კონტაქტზე გამოყვანა არის, მიჯაჭულობა არის, თუ რა ვიცი მე სექსუალური ურთიერთობა გინდა მასთან, თუ რაღაცა გინდა, ყველა ეს ჯადოში ითვლება ხალხო. ხო და მე რა მიკვირს იცით, გვერდზე არსადესმე არა მაქვს დაწერილი. პირიქით ისევ სანთლის წმენდა გაზიარდა, სხვა წმენდებს მე არ ვაზიარებ შეგნებულად, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს მიმბაძველობა, ამით შეიძლება კიდევ ვერ დააზიანონ ადამიანი და სხვა რაღაცა რო დავდო, რასიზამი წარმომიდგენია. ხო და ტარო კონსულტაციები იდება ძირითადად გვერდზე და რაღაც რჩევები და ასე შემდეგ და წერენ ესე იგი ესეთ რაღაცებს და მე კითხვა მაქვს, გაგზავნით ვინმე თუ არა, არ მიკვირს რომ ამხელა შეუგნებლობაც იყოს, ამხელა გაუცნობიერებლობა თან ნაკადი რატო დამემატა ესეთი ძალიან საინტერესო არის, საერთოდ რომ გარტყმაში არ არის არაფრის. აბსოლუტურად გარტყმაში და რომ არ აინტერესებს თან ვინ ლაპარაკობს, იქნება ქაჯი ვარ კაცო ამ ვიდეოს უკან. ან ერთი ვიდეო რაღაცა ნახე, იქნება რავი მე. ეს ის კატეგორია. კაცის ფორმა რო უნდა კონდეს და უბრალოდ შარვალი ეცვას და იქნებ ბომბი აქვს შიგნით. ბომბი. ან საერთოდ არც არაფერი აქვს. რო არ აინტერესებს, აი ესეთი კატეგორია არის ეს. ზოგადად და თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცი, ფულის გადახდა რომ არ უნდათ. შენი ლამაზი თვალების ჭირივე დამეხმარე რა, აი ეგ კატეგორია ხო კიდე კატასტროფა. აი ზუსტად ესეთი ტიპაჟები არიან. შენი ლამაზი თვალების ჭირივე. ხო, კიდევ რა მინდოდა, ისა მე თქვა ხალხნო, რა არის, რა ჯანდაბა ხდება, ესეთი ვერ გავიგე კაცო. მაგრამ შემოსევა ამ ვითომ ტაროლოგებით და თქვენ თვითონ ვერ უნდა მიხვდეთ, ჯერ ერთი მე არ მეტყობა ხმაზე რომ 15 წლის ვარ. თუ გინდა კაცო, ასაკიანებიც იყვნენ, ბევრმა დაიკავა ეს ტარო ხელში. და მით უმეტეს სახით გასახეთს, იცით რა არის? ყველაფერს აქვს მისი მნიშვნელობა. ადამიანი მისი დამხმარე ინსტრუმენტებით შეფასდება. პროფესია ნებისმიერ პროფესიაში რომ აიღო, ადამიანი შეფასდება მისი ვიზუალით, მისი სამუშაო მაგიდით, მისი ჩაცმულობით თუნდაც თუ მას კი ფორმა და ეხლა ექიმი თუ არის, ხო, ის გაპიწყინებული თეთრი ხალათი ხო უნდა იცვას. აი აქედან იწყება პროფესიონალიზმი ხალხო. მოცეკვავი არის, ისაც მოცეკვავის ტანსაცმელი ხო, ნაკონეთ არის რაღაცა ეს ზოგიერთი ისე გამოდის, ხო, ეს ჩამოხეული ფოლაკი მოგლეჯილი, რაღაც ეს რა ქვია, რა ვიცი რა, ჩამოძონძილი აცვიათ. ჩამოკუჭულზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ხო, მოუწესრიგებელი, ეს უკვე ატყვია რაც არის და რასაც, რა ვიცი, რაც არ უნდა შეასრულოს, ყველანაირი პეცი და კარგული არის იქ.
იგივე არის მუსიკოზეც, რა უკავია ახლა, რა ინსტრუმენტი უკავია, რა ვიცი ახლა. ესე არის ზოგადად. რომ შეხედავ მიხვდები მისი ინსტრუმენტით და ის რა ვიცი, კეისი არის თუ რაშიც უდევთ, ფუტლი არ იქვია. მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ გიხსნით, რომ მიხვდეთ. აი ეს არის ფუტლიანი. აი თუნდაც მე რომ აქვს ახლა ამისთვის ნაყიდი ფუტლიანი. აი კეის მისი, ხო 5, ამას 5 ქვია ამ შეხედავ. აი აქედან იწყება უკვე შეფასება ადამიანის. კი, პროფესიონალი ის რა ქვია, რაღაცა 200 ლარიან ინსტრუმენტს და იმას არ დაიკავებს, არ იკადრებს, შანსი არა. და თუ მას ეს საკითხი არ აქვს მოწესრიგებული, არც პროფესიონალი არ არის. აქედან იწყება. ნებისმიერ სპეციალობაში, ნებისმიერ სფეროში. იგივეა აქაც, რომ მიდიხართ და სკაი სახე გაჩვენა თუნდაც, მაგრამ სახეზეც ეთყობა სულ ყველას ის რა ენერგიებშია. მე ჩემი სამუშაო მაგიდა რატომ აქვს გამოფენილი. ჩემი თვალების ყურება კი არ არის მთავარი, აი ეს არის მთავარი. სივრცე. და ასეთ რაღაცებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა ვიცი მე, აი როგორ უნდა მიხვიდეთ იმ ადამიანთან მართლა. ჩემთან მოვიდა და ამდენი დასტები და რაც ჩანს, რაც არ ჩანს, მაინც ამ ნორმალური მიხვდება ახლა და არანორმალურებზე არ მაქვს ლაპარაკი, 30 ლარიან დასტას დაიკავებ ახლა. რა თქვენზე არ ლაპარაკობ, ქალბატონო ნინო. მაშინ ჩემთან რატო ხარჯავ ამ სიტყვებს, ჩემზე თუ არ ლაპარაკობ? და მე გამიკეთა ესეთი კომენტარი, ესე დარჩა. ბრუციანო შენ მე გვერდვერაზროს გამოიხედები თვალებში თქო. ჩემი რეაქცია ესეთი იყო. თუ მისმენს, მოისმინოს. ისე თუ არის ჩემი მსმენელი. ის ინტერნეტიდან აღებული ვიდეოს და სურათს ხალხნო და ემეთ ვეღარ ხვდებით, რომ ის სამუშაო სივრციდან არ არის. ეხლა გუშინ სხვათა შორის აი 9 საათში ასე ვიდეოს წერდი, არა და Facebook-ზე ვიყავ. და ვიდეო ჩავწერე და მე უფრო სწორად ზარეში მოვიდა და ესა გამიჩიშა ვიდეოს ჩაწერა. და აი რა დამაგვიანდა 9 საათი. და შევედი ვიღაცა შემოსულა ჩემს გვერდზე და რეკლამები ყველა კომენტარის ქვეშ, რომელი ვიდეოც გახსნილი იყო და დაკომენტარებული მადლობა გქონდათ გოგონებს. რაღაც სასიყვარულო ჯადუები და ისინი შევედი და რა თქმა უნდა როგორ ბედავ მეთქი ჩემს გვერდზე მაშვები რა ქვია არეკლამებ თქო და თანაც რომ შევედი არც ერთი ვიდეო მისი არ იყო მაღაზიიდანაც ქონდა რაღაც გადაღებული თუ რა ვიცი მე რაღაცა ისეთი სივრციდან არ იყო ეს არის საზღვარგარეთ რაღაცა ვიღაცა ქალბატონის თვითონაც სურათიც არის უცხოელის არც ერთი ვიდეო მისი არ იყო ხალხნო. აი, ესე ბრმად მიდიხართ, შეხედეთ? ესე ბრმად მიდიხართ, ბევრი თქვენთაგანი. და მე მწერენ, რომ ქალმა მომწერა ესეთ რაღაცა, ესე ის მინდაო, რა ქვია, კონსულტაცია რაღაცა. რა ვიცი, ყველა მატყუებს და რა გაინტერესებთ, მე ვთხარი ქალბატონო. რაში გატყუებენ თქო და აი ეს ჯადოს თემასო და ჩემი შვილების მომავალი მინდა ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავსო ჯადოს თემაში სახელი და გვარი ტაროზე არ იკითხება და ჯერ ერთი თქვენ სახელი და გვარი პროფესიონალმა არც უნდა გითხრათ ძალიან რომ დაინახოს ვინ არის არ უნდა გითხრათ იმიტომ ყველა შერხეულები ხართ ჭკუიდან რა დაგარტყამთ twin-ში ღმერთმა იცის და შეიძლება წახვიდეთ და მოკლათ ადამიანი არ არის გამორიცხული მერე რომ გამოიკლეს და რაღაცა უბრალოდ უსიამოვნება ატყდება თორე ხლა ისიც იმის დამტკიცება შეიძლება ადამიანი დაუშვათ მართლა გაგიკეთათ თუ არა ხო არა იცი რა არაფერს არ ვეტყვი ხო აბა არაფერს არ ვეტყვი და სიტყვაზე და ეს რაებს მოლაპარაკებით საერთოდ აქ არის მისი წესები
როგორ უნდა მოიქცეს. მერე კიდევ გეუბნება ადამიანი დაუშვათ არის ესეთი დაზიანება. შენ ვერ ხვდები არის თუ არა ის დაზიანება? მე მაგალითად ეხლა ადამიანთან მეგობრობ სხვათა შორის და ზუსტად ვიცი შეიძლება მისმენს და ძალიან კარგი თუ მისმენს. იყო ზუსტად ვიცი ესე ტაროლოგთან და რომელთან იყო არ უთქვია. არ უთქვია რომ ეთქვა. ნამდვილად მივწერდი და რა დამიმტკიცებდი. პირდაპირ ჩემზე უთხრა ჯადოს გიკეთებს. ჩემზე უთხრა პირდაპირ. აი ყველას მე ზუსტად ვიცი ტაროლოგებს ესეთი ისაკ და რომ მიხვალ აქ ბურუსია ესე მით უმეტეს თუ გაიგეს დაუშვათ აი როგორ აი ქალი მით უმეტეს ქალი და მამაკაცე თუა მით უმეტეს ცოტა ასაკობრივი სხვაობა თუ არა პირდაპირ ესე ზუსტად ვიცი 100%-ით და გაერჭვა ამას ტვინში მეორესთან მივიდა იმანაც ისე უთხრა შე 2-3 ადამიანმა უთხრეს ე ჯადოს გიკეთებს შე რაც გინდა ახლა ეს იმასკენ მოვიდა ქალი ვეუბნები რომ არა გაქვს ჯადო პირველი ხარო ვინც მეუბნები ყველა მითხრაო ესე მეუბნებიან და ელოდა ჩემ არა გაქვს მეთქი გაგიშდა რას ქვია რა მაქვს არაო კაია თუ არ მაქვს დარწმუნებული ვარ რა იფიქრა იცი მე ვერ შევხედე და იმათმა სულ ყველამ დაინახა და საქმე იცით რაში არის? საქმე რაში არის? ამ ქალბატონს უთხარი. მე მეუთხარი გეტყვით თქვენ მეთქი თუ არის დაზიანება, რა სახის დაზიანება? ვინ გააკეთა დაახლოებით მონახას გაგიკეთებს ახალდაგვარს არა? რატომ გააკეთა? აი მიზეზი რატომ გააკეთა? რა მოხდა თქვენში? წაიკამათეთ, ქონება იყო მიზეზი, რამე 1000 რაღაცა, პროსტა შური იყო, არევასებოდი თვალში, დედამთილი. კი ბატონო, ნუ რაღაც ოჯახის წევრიათ რაღაც. ზოგჯერ მithქვია კიდე ხო დედამთილია თქო. წამომცდა. მაგრამ ნახეთ ამ ყველაფერს ჩემი შვილების ბედი. რა ბედი ადამიანო, ბედს ვქნით ჩვენ თვითონ. შენი შვილები რასაც იმოქმედებენ და რა შეგნებაც აქვს, ვინც გაზარდე, ის იქნება მისი ბედი. რასელოდები გაიღება კარები და შემოვა ესა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაში თუ კედლიდან რავი ოქროს სასახლეში მოხდება ამის ვის გჯერავთ აი ეს არის რომ უკვე მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემი მსმენელი არ არის და ხანდახან რა არიცი ჩემი თავი მეწოდება თქვენი გადამკიდე და რატო? აი ზუსტად იმიტომ, ამდენი ხო პასუხი რა მითხრა მქალმა დავასრულო. კარგით მოვიფიქრებ. ესე იგი მე რომელიც ვეუბნები სწორად და სწორ მიმართულებას ვაჩვენებ, ჩემთან ფიქრობს და რა ვიცი მე ვიღაცასთან გადაიხადა და მე მოდის და ჩემთან წუწუნებს ისევ რომ ისა ვერ ხედავენ და სწორად არ მეუბნებიან. აი მე ან შენ ვერ აღიქვამ სწორად რაღაცას. გაიგეთ რა ხდება? ხოდა დავიც მე ეს ორ თვეში გამოჩეკილი ტაროლოგებზეც ძალიან მეცინება, მაგრამ იქნა მე ვიცევ გაღიმებული. მოდი ვნახოთ დღის რჩევა, გაგვიკაჩა. რომ გაითვალისწინებთ იმედია. კომუნიკაცია, იყავით აქტიური დღეს, იყავით. რაღაც არის მომენტები, რომ რაღაცის უკან იხევთ და ეს რას მოგიტანს ეს უკან დახევა. ხო, უკან დაიხიეთ თუ რამე კონფლიქტური ან რაღაც წაკამათებიდან დაიხიეთ უკან, ხო. წაკამათებიდან საკუთარ თავი რაღაცებზე არ იმასქნათ, დააბრკოლოთ, უბრალოდ იყავით აქტიური, ნუ შეგეშინდებათ. მეგობრებთან თუნდაც გაატარეთ დღევანდელი დღე. ან უფრო კომუნიკაბელური ხალისიანი, ისე რომ ვთქვათ, კონფლიქტს და აი რაღაც აკვიატებული აზრები თუ შემოგაწვებათ, აი მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადაიტანოთ, იმიტომ რომ მე შეიძლება დღის მეურნახევარში დავუშვათ ენერგიის ვარდნა გქონდეთ, ან არ შეგეძლოთ, ან რაღაც. აი ამიტომ პირიქით აქტიური, კომუნიკაბელური, მხიარული
მეგობრული, შეგიძლიათ თუ გყავთ ესეთი სამეგობრო ხასიათს არ მოგიწამლავთ, გადარეთ მათ გვერდით დრო. გისურვებთ წარმატებებს აგებშდობებით. იმედია გაითვალისწინებთ და რა ვიცი, ვიღაცისთვის, 1-2 ადამიანისთვის მაინც გამოსაფხიზლებელი იქნება ჩემი ეს ჩანაწერი დღევანდელი. აგებშდობებით დროებით.